ნუ ესეთი საჩუქარი ოპოზიცია ჩვენ მთავრობას რო ყავს. მე მსგავსი არაფერი არ მგონი მართლა ჩვენ მთავრობა აფინანსებს ამ ოპოზიციას, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამორჩეველი განაწყონ მათ მიმართ. ერთი აზრად არ მოდით არის, მე მომეფერო და თავის მხარეს გადამიბირონ. რაღაცა კარგი სუპი ხრეპია, კარტოფილზე გაცვლი, ეს არის არგუმენტი, რომ გადამიყვან. ის რუსეთი შემოდის ხომ და მათ ჩვენო სად შემოვიდა ეს რუსეთი? მე მახსოვს კი, მიშა მახსოვს დროშებით საზღვართან. რუსებს რო ეპატიჟებდა, მე ესენი მახსოვს. ახლა აქ ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები დროშებით საზღვართან არავინ არ მახსოვს. ჩამოდით, რა ქვია, ჩაგეხუტებითო. ანუ ხო ვუყურებ მლანძღავენ, ვუყურებ მაგინებენ, ვუყურებ უკანასკნელი სიტყვებით მიმეტებენ. მე ახლა საუბარი იყო რომ მთავრობა დათმობა და უფრო სუსტთან და უფრო სუსტთან კი არა, მსოფლიო იმპერია, დიდი ბრიტანეთი იმედი ჯანდაბას, კაი ახლა რაღაცა აი პოსტიბის რო ასანქცირებს. აი ხო მარაზმი ხო არის, ეს არის მე რომ იქითა მეზობელი უბრი და 3 თვის ბავშვს ჩავცხო. აი ეგ ანუ თურმე რა ქვია, დიდი ბრიტანეთი თulis რომ ჩვენ ვარყევთ მსოფლიო წესრიგს. აი ისეთ მარაზმებში ვართ რომ უკვე ძალიან მეცნიერება და უკვე ყველა შეთქმულების თეორიის დაჯერება დავიწყე. და ამათი კიდე გამკვირვებია მართლა ხელისუფლების შეკვეთა ალბათ რო აკეთებენ ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე წრეზე, ერთი და იგივე მეთოდით ცვლის ხელისუფლებას. მე რო ვკითხულობ ახლა კი გავიგე ეს მიტინგები. კითხვა მაქვს, პიტარდებს რატო ისროდით? რას ნიშნავდა აი პიტარდებს რო ისროდით? აი რომ მე ვიდექი მიტინგზე, მე ვიცი რა არის მიტინგზე დგომა. და ეს პიტარდების სროლა და აფეთქებები და მე საომარი მდგომარეობა იყო, რასაც მე ვხედავდი. კიდაც თავს ჩავატარებ და დამიდექით კამუფლაჟი გამოვართვათ შსს გათხოვებენ, რა ვიცი. თქვენ ალბათ გათხოვებენ. შეხა ნანუკა ჟორჟოლიანმა რო დამიწერა შენო სუსის თანამშრომელი თუ არ ხარო მიშა სააკაშვილის გარეთ რა კუდის უფროსი ცოლი მიწერს მე მიშა სააკაშვილი მე დავიჭირე მე ჩავკეტე და შენო რატო არ უშვებო შენო რატო არ უშვებო სუსის რა თქმა სუსის თანამშრომლობა რასაც მინდა იმას ვლაპარაკობ და ასე მივაწვენ სუსხმას რაც არ მომწონს ეს ერთი და ჩუმად არსად არ დავრეკავ ეს ორი რატო ისროდით პიტარდებს შუსს მე რას მათხოვს თქვენს გათხოვებთ მეტის გიცდიათ და გესწრით აი ამ პიტარდებს თუ გაჩერდებით აი თუ გამიჩერდებით და თუ გაუძლებთ იმ სროლებს რასაც იქ აკეთებდნენ რომ უბრალოდ გაუძლებთ მაგას ხო გაიქცევით სადამდე მივდივართ არის სადარბაზოთა დახვედრას და ბიტის თავში ჩარტყმას გაუძლებთ და გაუძლებთ არა მე რაღაცას ვამბობ ანუ სხვა რა იგივე არის შეხედე თქვენ მე აძლევთ იმ თავრობას თქვენი საქციელით ვისი შესვლაც გინდათ, იმიტომ რომ ხალხის უმეტესობა არის ამ თავრობის მხარეს. ეთანხმე, დავასუსტოთ ეს თავრობა. და თქვენ თავრობას კი არ ასუსტებთ, მე მლანძღავ. სიტყვის თავისუფლების ნაწილშიც რომ არ გაგელოდეს, სწორად მიგაჩნდა თავისუფლება იყოს დაცული, მანდ ეხლა სიტყვის თავისუფლების ასანქცირებენ ტელევიზიას, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი რეიტინგი. ამ ხალხს ძალით ხო არავინ არ აყურებიებს ამ იმით. ძალით ვინმეს რამეს აყურებიებს? არა, მაგრამ არ არის ის მარტივი რომ ამხელარეს იმის საშუალება რომ დააკეთოს გადაცემები, რომელსაც დააფინანსეს მაგ ფულზე. გამოდის ეგავარკვიოთ. ქვეყანა და აქეთ მთელი ინდოეთი, პაკისტანი, ყველაფერი მაგათი იყო, ვესტ ინდოეთი, აქეთა, იქითა. მოტრიალდა და ასანქცირებს იმედს და პოსტივის მიხვდით სად მივდივარ და თქვენ გინდათ რომ თავრობამ თავზე ხელი გადაგისოს ამდენი წლის დემოკრატიის აკვანი რა ქვია ინგლისი, დიდი ბრიტანეთი, თუმცა დიდი კოლონიური წარსულით ასანქცირებს პოსტივის. აი ესეც სამყაროში ცხოვრობდა. და ამიტომ ხა მეუბნებით რომ იმის გამო რომ პოსტივი აქცირდება, რატომ აქ პრეტენზია რომ თავრობამდე. მე საუბრობთ სიტყვის თავისუფლებაზე. მე აბსოლუტურად სიტყვა მაქვს წართმეული. რა ვქნა დასანქცია ეხლა ამ წუთში ვარ მე დასანქცირებული, ხვდებით? მაგრამ თავს ვერ მოვიკლავ. მაინც რასაც მინდა იმას ვიტყვი, მაინც ვიქნები ზრდილობის პარკებში, იმიტომ რომ მე ზრდილობიანი ვარ და ვიღაცის პირად დაკნინებით მე ვერ მივიღებ სიამოვნებას და კიდევ ერთხელ გეუბნებით 12 წელი ამ თავრობის გადმოყირავება რო გინდათ ნაირ პარტიაში გაწევრიანებული რო ხართ ხან ერთ პარტიად გადაჯგუფთ ხო უნდა მიხვდეთ რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთი და იგივე მეთოდებით დედის გინებით ჩემზე სუპის ხრეპიას დახებით რუსის დახებით და ლანძღვაგინებით მე ხო ვიცი რომ არ ვარ რუსი და შენ რომ მეუნები მართალი ხარ და მლანძღავ და მაგინებ და მეუბნები რუსი ხარ აპრიორი აღარ მომწონ ხარ და აღარ მოყვები ნუ მლანძღავ დამიმტკიცე რომ რუსი ვარ ეგ უფრო ადვილი დასამტკიცებელია ვერ დამიმტკიცებ
გასაგებია, ბონდო. და მუდათ მე რომ გაიმარჯვო, ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებ. აი მაგ ჩვენი დედის გინებით, ლანძღვით, მოსახლეობის დაკნინებით, ჩაფურთხებით, რა ვიცი მე რა, ჩაფურთხება ჩემი მოგონილი იყო აზრად, მოგივა ადამიანს ვიღაცას მოუწოდო საჭმელში ჩაუფურთხო. შეხედათ სამხელა დესტრუქციაზე წახვედით. სტუმარ მასპინძლის ქვეყანაში და სარესტორნო ბიზნესის ქვეყანაში ხო აიტანე ხა ეს რა ვქნა სტუმარ მე ტრაფარიტულად ვაზროვნებ და ვსჯელობ თქვენ ხო ხართ ძალიან რთული პიროვნება და რთულად ისაუბრეთ და კულტურულად მე ვცდილობ რომ მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე ვისაუბრო გვახსოვს ეს აქციები მოწოდება მე აღარ დავდივარ რომ ჭამო იმიტომ რომ მე არ ვიცი ვის რა მოუბრუნდება და რო ჩამიფურთხო. სხვათა შორის ძალიან ბევრი აღარ დადის. და ესეთი აზრი ხო უნდა გაგიჩნდეს, ანუ მოსახლეობა არის ისეთი, რომ უნდა ჩამიფურთხოს. დედაჩემის მეგობარი იყო გაოგნებული გუშინ ქალბატონია, რომელსაც აქვს მაღაზია გახსნის. შემოსული იყო ქალბატონი, რა გახდაო ერთი ბომბიო ჩვენთანაც რო ჩამოაგდონო. რომ ეს მთავრობა შეიცვალოსო. არც ერთი მთავრობის შეცვლა, ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა მოუწონდეს. ჩემი არც ერთი მოქალაქის სიკვდილად არ მიყრის და არც ბომბი ჩამოგდებათ არ მიყრის. აი ესე ფიქრობენ, ამიტომ მეშინია მე ამ ხალხის. მეშინია უნდათ რომ მოვკვდეთ, დავიხოცოთ ის მიშაა და ჩვენთან კიდე კუდრაჭასავით იყო ამისთან რაღაცებს არ წერდა და კითხულობდა. წავიდა იმ ციხეზე და რა ქვია, ეს ხმა ტკბილიო თუ რაღაცა გამაგონით ჩემს მამულშიო, იმ ირანის ბომბებზე იმაშვება. ხალხი კვდება, ესენი სხვის სიკვდილს არ აღიქვამენ, ჩვეულებრივად უყურებენ, რომ ვიღაცა მოკვდეს, ოღონდ ესენი სავარძელში ჩასხდნენ. კარგით, გასაგებია. სიძულვილის ედა კამა სიძულვილის სულში აქვს და გულში აქვს და არ ესმით. სულს რომ დაუმუწო სახეზე აწერია რომ ეზიზღები და უნდა რომ მოკვდე. რა მნიშვნელობა აქვს აუკრძალე? მოკალი ქოცი, ბონდო. მოკალი ქოცი, ჩაუფურთხე ქოცი და სულ არ ვიყო ქოცი, მომინდება რომ ვიყო გავხდე ქოცი და ამოთხარეზე არ ვიქნები, რომელმაც ვიცი რომ მომკლავს, ჩამომახჭობს, დავალპობს, დამასამცირებს და ასე შემდეგ. ყველაფრისთვის გამიმეტებს და ლოცულობენ რომ ერთი ბომბი ჩვენთან ჩამოვარდეს. ტიპები გამოდიან ტელევიზორით. არასოდეს არ მომწონდა მიშა. გამეფიცება საზღვარგარეთ რომ აქ ხა იმიტომ ვარ თორს მეშაზე ვილაპარაკო ხო? არაფერი, რას ვიძახი, უზრდელობას და ძილობას. არასოდეს მე გადაბრუნებული სიტყვა ქართველზე და ჩემ თანამოქალაქეზე საზღვარგარეთ არ გამიჟღერებია. არ შიგნით არავინ არასოდეს არ მიგინებია. საიდან აქვს ამ ხალხს ასეთი ზიზღი დაგროვილი, მართლა ვერ ხვდები. აი რაღაცა გადაუტანლობა უნდათ რომ ამოვწყდეთ. გასაგებია, ბონდო, დაგიბრუნდებით რამ